4 ოქტომბრის აქციამდე ერთი დღით ადრე 2008 წლის ომის მონაწილე ძალოვანებს მიმართავს. გახსოვდეთ, ძალოვანი უწყება დეპოლიტიზირებულია, დასჯადია უკანონო ბრძანებების შესრულება, უფლებამოსილების გადამეტება და არაპროპორციული ძალის გამოყენება. წერს 2008 წლის ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი ია პაიჭაძე. გახსოვდეთ, რომ თქვენ წინაშე დგას ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მოთხოვნით და არა კრიმინალური სამყარო. წერს ომის ვეტერანი და მოქალაქეებსაც მიმართავს. არ შევიდნენ ძალოვანებთან კომუნიკაციაში და არ მიაყენონ მათ შეურაცხყოფა. მოგმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ყველა რიგისა და ყველა ოფიცერს. არავითარ შემთხვევაში არ აღმართოთ ხელი 4 ოქტომბერს. ძალოვანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და თადარიგის ოფიცერიც მიმართავს. დაემორჩილეთ ქართველი ხალხის სახელით მიღებულ გადაწყვეტილებებს და სამუდამოდ უარი უთხარით კრემლის მარიონეტებს. წერს რომან ჩხაიძე. ხვალ წყდება საქართველოს ბედი. საქართველო ან იქნება თავისუფალი, ან იქნება ამ უსამართლობაში და ამ ჭაობში. აქციამდე ერთი დღით ადრე სპეციალურ მიმართვას აქვეყნებენ სასულიერო პირებიც. არქიმანდრიტი დოროთე მთავრობას და პოლიციას მიმართავს, რომ ხვალინდელი შეკრება არ არის ძალადობრივი. ყველა სამართალდამცველს, ვისაც თქვენი ქვეყანა გიყვართ, ვალდებული ხართ, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა. არ შეასრულოთ უკანონო დავალებები და არ დაუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ითხოვს სამართალს. ამბობს არქიმანდრიტი დოროთე.